შიდა ქართლის რეგიონში უხვი ნალექის შედეგად სოფლების ნაწილი ჩაიკეტა და შეიზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება. ხაშურის მუნიციპალიტეტში, ბულბულის ციხეში, ბეღლიცსა და თელეთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაწმენდა ცოტა ხნის წინ დასრულდა და ადგილობრივებს სოფლამდე მისვლა ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ. რაც შეეხება ქარელს, აქ გზების ძირითადი ნაწილი გაწმენდილია და მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება აღდგენილია, თუმცა არის სოფლები, სადაც მოსულმა უხვმა ნალექმა ელექტროენერგიის პრობლემა შექმნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აბისის საადმინისტრაციულ ერთეულში ენერგოპროჯორჯიას წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ, ამ დროისთვის კი პრობლემა მოგვარებულია. გასულ დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა ხაშურის მუნიციპალიტეტს. კერძოდ საავტომობილო გზებზე მოხდა რიგი უნების და სოფლების ჩაკეტვა. გასულ დღეებში ხდებოდა სისტემატიური გაწმენდა და ეხლაც მიმდინარეობს არაერთ სოფელში გზების გაწმენდა მძიმე ტექნიკით. დაახლოებით 10 მძიმე ტექნიკა მუშაობს ამ ეტაპზე სხვადასხვა სოფლების მიმართულებით. არის რიგი სოფლები, რომლებიც ამ ეტაპზე კიდევ ჩაკეტილია, თუმცა დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ მოხერხდება ყველა სოფლის გახსნა და ასე ვთქვათ, საავტომობილო გზა იქნება სრულიად გაწმენდილი. მოგეხსენებათ, მომდევნო 2 დღის განმავლობაში არის ნალექი თოვლის სახით გამოცხადებული, მუნიციპალიტეტი სრულად არის მობილიზებული, კიდევ ჩვენ შეგვიძლია დამატებით რამოდენიმე ერთეული ტექნიკის დაქირავება, ასე ვთქვათ, კიდევ სხვა მეწარმეების გამოთქვა მზად ყოფნას თავის მხრივ რომ მოგვაშველონ დამატებით ტექნიკა და შეძლებლის დაგვარად მაქსიმალურად 24 საათის განმავლობაში ვიქნებით მობილიზებული, რათა მოსახლეობას არ შეექმნეს საფრთხე გადაადგილება. შესყიდული გვაქვს ტექნიკური მარილი, ხდება მისი დაყრა თვითონ ქალაქში, დაბა სურამში და სოფლებში, სადაც საჭიროებას გამოთქვამენ სოფლის წარმომადგენლები და სოფლის დეპუტატები, ასე ვთქვათ, სადაც მოითხოვენ და ჩოგაყენებენ საქმის კურსში ვაგზავნით იმის და მიხედვით. ეს მუნიციპალიტეტში, როგორც ქვეყნის მასშტაბით უხვი ნალექი მოვიდა, დიდი თოვლია მოსული რიგ სოფლებში. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, გაიწმინდა ატოცის და ლინის კოდაბანოს მიმართულებით, ასე მოხისის მიმართულებით გაიწმინდა გზა. ეხლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვერდზინეთი სამის ხეობის მიმართულებით, გვერდზინეთის მიმართულებით. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. არა გვაქვს არც ერთი ლოკაცია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუქი ავტომანქანა ვერ გადაადგილდება, ყველა გზა გახსნილია და გვაქვს 3 სოფელი აბის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც დენი გვაქვს გათიშული და ენერგოპროს წარმომადგენლები გასულები არიან ადგილზე, მუშაობენ აღნიშნული პრობლემის აღმოსაქმრებლად. მუნიციპალიტეტი მზად არის ტექნიკით, გვაქვს ჩვენ სათანადო ტექნიკა, გრეიდერი და GTB-ის ტიპის ტრაქტორი, რომელიც ამ ეტაპზეც მუშაობენ და გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ. და ასე რომ უხვი ნალექი საგვეშინია, თუ კი იქნება კიდევ უხვი ნალექი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავის ტექნიკით გამოკლავდება შესაბამის გამოწვევებს.